მადლობა რომ მონაწილეობთ დღევანდელ ეთერში. Თქვენთან მინდა რომ ვილაპარაკოთ იმ სურათზე, რომელიც იყო დღეს საქალაქო სასამართლოში, ერთი გამამტყუნებელი და ერთი გამამართლებელი განაჩენი, საკმაოდ მძიმე სურათი, ეს სიხარული თავდაპირველად, რომელიც შემდეგ ნახეთ რამაც როგორმა სურათმა შეცვალა და ასევე ნიკას პროცესიც ილაპარაკა ბრალდებამ კაციასი და ვიცით რომ 26-ში იქნება შემდეგი სხდომა და უკვე დაცვის დასკვნითი სიტყვა. ამაზე მითხარით პირველ რიგში აი ამ სურათზე რის თქმა შეგიძლიათ და თქვენი დასკვნა რა არის? რა ეს თქვათ რაღაც სტრატეგიად შეგიძლიათ შეაფასოთ თქვათ სხვადასხვაგვარი გადაწყვეტილებები და რა ჭრილში განიხილავთ ამგვარ სურათს? მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ლელო საქართველოს გაჟღერებული უამრავჯერ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანების საქმეში არ არის რეალური მტკიცებულებები, ნეიტრალური მტკიცებულებები არ არის და ჩვენ აქ ყოველდღიურად სასამართლო პროცესებზე ამას ვხედავთ. გარდა იმისა, რომ მტკიცებულებები არ არის და გაყალბებულია, მოდიან ცრუმოწმეები და აქედან გამომდინარე თვითონ სასამართლო სისტემა არის გამოყენებული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. ახლა დღეს რომ გამოაცხადა ეს რომ ადამიანი უდანაშაულოა, ან წინა შემთხვევაშიც გამოცხადდა რომ ადამიანი უდანაშაულოა, პასუხისმგებლობა არავის არ უნდა დაეკისროს იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის პროცესის განხილვის და სასამართლოში გადატანის ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების ჩატარების გამოძიების პროცესში ვინ რა შეცდომა დაუშვა და ვინ რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი როდის დადგება. რაც შეეხება სხვადასხვა გადაწყვეტილებების გამოტანას, ეს არის შემთხვევები, როდესაც სტრატეგიით, გარკვეული სტრატეგიით მიდის ქართული ოცნება, რომ აი ერთ შემთხვევაში, სადაც აი აბსოლუტურად ჩამოშლილები იყვნენ თავიდან ბოლომდე, გამამართლებელი დააყენეს, მაგრამ ასევე სტატისტიკისათვის ჭირდებათ სხვა გადაწყვეტილებებიც. ასია თუ ისია, ყველა პატიმარი, პოლიტპატიმარი არის გასათავისუფლებელი. ჩვენ ლელო ძლიერი საქართველოს მოთხოვნებში ეს იყო, არის და იქნება, ასევე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არის ჩასატარებელი და არ შევჩერდებით, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ეს ყველა ადამიანი არ გამოვა. იმიტომ რომ ეს ყველა საქმე, ჩვენ რასაც ვესწრებით სასამართლო პროცესებზე, არის შეთითხნილი ბრალდებები. ეს არის მტკიცებულებების ფალსიფიცირება და ნორმალურ სახელმწიფოში ჯერ ეს არ უნდა ხდებოდეს და თუ ასეთი რამ ხდება და შემდეგ თავადვე აღიარებენ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა არის დასაწესებელი იმ პირების მიმართ, სისხლის სამართლებრივი, რომლებიც აი პირდაპირ ხალატობენ საკუთარ ხალხს. ადამიანი, ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, როდესაც მოდის სასამართლო დარბაზში და განცხადებას აკეთებს, სრუჩვენებას იძლევა, ის ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს. ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების დროს, როდესაც ნარკოტიკებს უკანონოდ უდებს ადამიანს, ის ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს. მოსამართლე, რომელიც ავტომატურად იმეორებს პროკურატურის დაწერილ ბრალდებას, ის არის დამნაშავე და რა თქმა უნდა იმსჯელოს ყველა მიმართულები და ამას ვამბობთ, რომ ლელო ძლიერი საქართველოს ბრძოლა ყველა მიმართულებით გრძელდება. ერთი მთავარი საკითხი, რაც არის ორკომპონენტიანი, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს მუდმივად იქნება. რაც შეეხება მეორე საკითხს, რაც არის ყოველდღიური პოლიტიკა და ის, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ დაუბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ კურსს და ჩვენი ქალაქები და სოფლები, მუნიციპალიტეტები უნდა დაუბრუნოთ ხალხს, აუცილებელია. და ეს დაბრუნება თავის თავში გულისხმობს როგორც უსაფრთხოებით მომენტებს ადამიანების ცხოვრებისას, ასევე გულისხმობს ჯანდაცვას, ასევე გულისხმობს დასაქმების პრობლემის მოგვარებას, ყოველდღიური ცხოვრება, რაც ყოველდღიურობაში გვეხება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. აი ვიდრე საკითხზე ამ დაბრუნების თემატიკაზე, თქვენ ახსენეთ კონკრეტული განაჩენების საკითხი შეაფასეთ, აი მინდა რომ არ გამოგ ეს ამბავი თქვენს გეტყვით და მაყურებელსაც, აი კონკრეტულად ნიკა კაციას პროცესზე რა მოხდა ერთი კონკრეტული დეტალი, აი როდესაც ნეიტრალური მოწმეს თემა ხო ახსენეთ და ამას მინდა გამოვეხმაურო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნარკოდანაშაულის იდენტურ საქმეზე ორი გამამართლებელი განაჩენი დადგა, დღეს ლაპარაკობდა პროკურორი კაციას საქმეზე, რომელიც ითხოვდა, რომ შჭიტაძე, რომელიც ამბობდა, რომ გამამტყუნებელი უნდა განაჩენი უნდა ვნახოთ თურმე ნიკას საქმეზე და აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, აი
გადაღებას ახლა როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, რომ აი რაღაც ვიდეო კადრი არსებობდეს და შემდეგ ეს რაღაცნაირად ეს კადრები იყოს ნეიტრალურ მტკიცებულებად ჩადებული საქმეში და ამაზე ამბობს ესეთ რაღაცას ეს პირი, რომ ესე იგი თვითონ განმარტაო ამ გამომძიებელმა უფრო თვითონ ავსებდა ოქმსო და ვერ მოახერხებდა პარალელურად დაეჭირა ხელში მობილური ტელეფონი, ხოლო ოპერატიული თანამშრომლები პროპორციული ძალის გამოყენებით ცდილობდნენ კაციას შეკავებას და მის პირად ჩხრეკას, რაც შეუძლებელს ხდიდა ეწარმოებინათ ვიდეო გადაღებაო. აი, რას ფიქრობ ამაზე? სარწმუნოა თქვენთვის ეს? რა თქმა უნდა, სარწმუნო არ არის, ეს ადამიანები შერჩეულები არიან სწორედ იმ მიზნით, რომ ისინი წარმოადგენდნენ პროტესტის ნაწილს, იმ პროტესტის და იმ დაუმორჩილებლობის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის და რაც მიმდინარეობდა ქუჩაში, ესენი ამორჩეულები არიან, როგორც აქტიური მოქალაქეები. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი მტკიცებულებებით, ახლა ამას რაღაც განსხვავებული ახსნა არ სჭირდება. მათ აქვთ სამხრე კამერები, რომელიც ჩართული უნდა გქონდეთ. ამავდროულად, მაგალითად, დღეს ვნახეთ, რომ დააკავეს ადამიანი ნარკოტიკულ დანაშაულს ედავებოდნენ და სახლის ჩხრეკას შემდეგ გაახსენდათ რამდენიმე საათის შემდეგ და შემდეგ შევიდეთ ის ბლანკეტური მონაცემების შესავსებად. ამიტომ ეს ყველაფერი არის იმის მაჩვენებელი, რომ ფორმალურად ხდება, ვითომ ხდება, თორემ ის რომ აუცილებლად დანაშაულზე ბრალი უნდა არსებობდეს, ბრალი დამტკიცებული უნდა იყოს და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით თუ რეალურად ნაბიჯების გადადგმა უნდათ, ხო? ნარკოპოლიტიკებით არის დაღუპული ჩვენი თაობები და ეხლა მე თქვენთან რომ ვზივარ აქ, ლელო ძლიერი საქართველოს ოფისში მიმდინარეობს ნარკოპოლიტიკის შესახებ ექსპერტებთან შეხვედრა. ამ ქვეყანაში ნარკორეალიზატორების პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. ნარკორეალიზატორების არსებობა ამ ქვეყანაში ვისი ბრალია? ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომ ქვეყანა მოხსენიებულია როგორც ნარკოტრაფიკის ჰაბად, ეს ვისი ბრალია? თუ არა იმ უწყებების, რომლებიც უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი და ეხლა გამოიყვანო ნარკოტიკული დანაშაული იმ მიზნით, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტად და ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოიყენა კონკრეტული პირების მიმართ, ეს არის სწორედ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. და ამიტომაც ვამბობ, თუ რეალურად გინდა ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ, უნდა გქონდეს ხედვა. ჩვენი ხედვა არის პირდაპირ ჩანაცვლებითი თერაპიები, სარეაბილიტაციო 10 ცენტრი უნდა გაიხსნას აუცილებლად თბილისში, რეგიონებში და რა თქმა უნდა დაუნდობელი ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. თუ არ არსებობს ქვეყანაში ტრაფიკი, თუ არ ყავთ მათ მფარველები, ამ მასშტაბის ნარკოტიკული ბრუნვა, ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა ცხადია ქვეყანაში არ იქნება და ხანდახან რომ გამოდიან და რაღაც ყოველდღიურ კადრებს დებენ ეფექტური ბრჭყალებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ყოველდღიურად და ამ შეკვრებს გვაჩვენებენ დიდი ბოდიში, მაგრამ ასეთი რაოდენობის ნარკოტიკი თუ ამოაქვთ, საიდან შემოდის ეს ნარკოტიკები და თუ ნამდვილი ნარკოტიკი არის ქვეყანაში, მაშინ ამდენი წლის განმავლობაში სად იყო ქვეყნის ძალოვანი უწყებები და ანუ როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ რაღაც იქამდე თქვათ რაღაც გაფუჭებული საქმის გამოსწორების სურათია ეხა ჩვენ თვალწინ? ესეთ რა ვიღაცა ცუდად მუშაობს. ზედაპირული მომენტია ხა ქართულ ოცნებას აქვს წინ თვითმმართველობის არჩევნები. ქართულმა ოცნებამ იცის ასევე ის, რომ რეიტინგებში ამ დიდ ქალაქებში მათ წაგებული აქვთ არჩევნები. იციან ის, რომ ქალაქ თბილისში მაგალითად 25% ჩამოცილდა მათი, რა თქმა უნდა, რეიტინგი და ამიტომ ყოველდღიურად ცდილობენ, რომ აი ამ სპექტაკლების დადგმით რაღაც განწყობები შექმნან მოსახლეობაში, მაყურებელში, ვინც ამას უყურებს, მაგრამ ეხლა მოსახლეობა ხო ხვდება, რომ უსაფრთხო და დაცული, როდესაც არ არის ადამიანი, უსაფრთხოება და დაცულობა მხოლოდ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და ყოველდღიურ რაღაც სხვა დაცულობას კი არ გულისხმობს, ყოველდღიური ცხოვრების დაცულობას გულისხმობს. ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული და ეს დაზიანებული შენობების პრობლემა, ქუჩაში რომ მიდიხარ, ბავშვი ვერ გაგიშვია, თავში რომ რაღაც არ დაეცეს, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, ყოველდღიური პრობლემატიკა არის ამის ნაწილი. ის რომ ადამიანები ჯანდაცვის სერვისებს ვერ იღებენ და გრიგოლ გეგელიას ვესაუბრებოდი
ამ დღეებში შიდა ქართლში იყო წასული და ორ ადამიანს ერთდროულად ქალაქში რომ დაემართოს ინფარქტიო, ორი რიანო მობილი არ დადის ერთათო. ალტერნატივის გაკეთება, არჩევანის გაკეთება უწევთო, რომელი გადაარჩინონო და ახლა როდესაც ასეთი სიტუაცია გაქვს, იქ საუბარი იმაზე, რომ ეს ქვეყანა რაღაც მშვიდობიანად სუნთქავს, ეს არის აი წარმოუდგენელი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დაგემშვიდობები ლანა.